შოთა ხინჩაგაშვილი. შოთა ხინჩაგაშვილი დაიბადა 1951 წლის 9 იანვარს დუშეთში. ფეხბურთის თამაში დაიწყო 1967 წელს რუსთავში მწვრთნელმა თოროზაშვილის ხელმძღვანელობით. 1968-1969 წლებში რუსთავის მეტალურგის შემადგენლობაშია. 1970 წლიდან თბილისის დინამოშია, რომლის ძირითად შემადგენლობაში პირველ შეხვედრას იმავე წლის 15 მარტს ატარებს. ამ შეხვედრას და თავის საკლუბო კარიერაში ჩატარებულ მომდევნო მატჩებს თავად შოთა ხინჩაგაშვილი ასე იხსენებს. 15 მარტს ჩემპიონატი დაიწყო. საწყის ტურში მოსკოვის ტორპედო გვეწვია. წინა დღეს დუბლების თამაში გაიმართა, 2-4 წავაგეთ. გულგატეხილი ვიყავი, ვიფიქრე, მორჩა, პირველ გუნდს ვერასდროს ვეღირსები მეთქი, მაგრამ ბაზაზე ძირითადი შემადგენლობა რომ ვნახე, თვალებს არ დავუჯერე, მათ შორის ვიყავი. ტორპედოს 3-0 მოუგეთ, შეუცვლელად ვითამაშე. იმ დღეს დაცვაში ჩემთან ერთად რეზო ძოძუაშვილი, მურთას ხურცილავა და ვახტანგ ჭელიძე იდგნენ. ერთი კვირის შემდეგ კიევის დინამო გვესტუმრა. ჩვენი მთავარი მწვრთნელი გივი ჩოხელი იყო. მან კვლავ ძირითადში დამაკენა. ისევ მოვიგეთ. შემდეგ მოსკოვის სპარტაკი და მინსკის დინამოც დავამარცხეთ. ჩემპიონატი ზედიზედ 4 მოგებით დავიწყეთ. ახლა რომ ვუფიქრდები, ჩემთვის ის ეტაპი გადამწყვეტი იყო, თავდაჯერებული გავხდი თბილისის დინამოს შემადგენლობაში 1970-1982 წლებში 348 მატჩში მიიღო მონაწილეობა. არის 1991 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი, SRK-ის 1978 წლის ჩემპიონი. 1977 წლის ვერცხლის მედლის მფლობელი და 4 გზის ბრინჯაოს პრიზიორი, 1971, 1976 გაზ, 1976 შემ, 1981 წლებში. SRK-ის ბროლის თასის 2 გზის გამარჯვებული 1976 და 1979 წლებში. 1979 წლის SRK-ის სპარტაკიადის პრიზიორი. არის სპორტის დამსახურებული ოსტატი და ღირსების ორდენის კავალერი. SRK-ს ნაკრებში ჩაატარა 11 მატჩი. 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში დაასახელეს 5-ჯერ, აქედან 2-ჯერ პირველ ნომრად. წლების წინ გაზეთ სარბიელში გიო ახვლედიანმა შოთა ხინჩაგაშვილს საოცრად თბილი და საინტერესო ჩანახატი მიუძღვნა წერილის დასასრულს ავტორი წერდა, თუ კი ოდესმე თბილისის დინამო იპოვის მცველს, რომელსაც ბოლომდე და დაუნანებლად მიანდობს საკუთარი საჯარიმოს კლიტეებს, ეს კაცი ხინჩაგაშვილს უნდა ჰგავდეს. ის ყოველთვის თამაშობდა, ნატკენი ფეხით გახეთქილი შუბლით. მას შეეძლო საჯარიმოდან თაურით გამოეტანა საშინელი კუთხური, აწეულიყო 2 მეტრიან თავდამსხმელებზე მაღლა. მას შეეძლო არ წამოგებოდა სწრაფ და გრძელ ფეხება მოწინააღმდეგეთა მოძრაობებს და შეეძლო დაევიწყებინა მოედანი, თამაში და უბრალო შეჯიბრი, როცა აფეთქდებოდა ხოლმე. ის იყო ზურგი, სიმტკიცე და კედელი, ფეხბურთისთვის შობილი კაცი, რომელიც საკუთარ ნახევარს განაგებდა.